თუმცა სწორედ ეს პროტესტი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ სამომავლოდ მოამზადონ რაც აგრესია გააღვივონ საზოგადოებაში. ჩვენ მოლოტოვის კოქტეილებთან ერთად რაც ვნახეთ სამწუხაროდ არის ზიზღის გაღვივება საზოგადოებაში. და ჩვენ ვიხილეთ მათ შორის გუშინ იყო თუ არ ვცდები, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნახეთ ალბათ მისი პოსტი, სადაც ის მოუწოდებს ყველას, რომ გარიყონ საზოგადოებიდან გარკვეული ადამიანები, ხელი არ ჩამოართვან, არ მიესალმონ და ასე შემდეგ ტელევიზიები, შეიქმნა ჯგუფები და იწვება წიგნები, ლექტორებს არ უნდა შეუშვან აუდიტორიაში და ამას ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში დეკორირებული იქნა რამდენიმე ორდენით. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, რასაც ის აცხადებს. აი, სამწუხაროა, რომ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყავდა სახალხო დამცველი, რომელზეც თითქოს ამბობდნენ, რომ აი დობა ქონდა მას განსაკუთრებით არასამთავრობო, რომელიც სექტორისგან, რომელიც უბრალოდ ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, რომ გარიყონ ადამიანები საზოგადოებისგან. ეს არის ძალიან საშიში ფენომენი, რასაც ახლა ვხედავთ და ვხედავთ, რომ ცდილობენ ეს დაამკვიდრონ ახალგაზრდებში, გააღვივონ მათში ზიზღი ადამიანების მიმართ და ამას სჭირდება დროული რეაგირება და დროული გაცნობიერება საზოგადოების მხრიდან, რომ ის რაც სამყარომ იხილა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ზოგ ქვეყნებში სადაც წიგნები იწვებოდა და ადამიანებს რიყავდნენ, ისაც საზოგადოებამ იხილა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, სადაც ადამიანებს რეცხავდნენ, აი იგივე ფსიქოლოგიის ხალხი ცდილობს ახლა გახდეს ლიდერი, გულისხმობ მათ შორის ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ფაშისტური მოწოდებებით და არა მხოლოდ მას ნახეთ, შედით რამხელა გამოხმაურება აქვს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, როგორი ეიფორიაში არიან, რომ კი გავრიყოთ, მოვიცილოთ, მოვკვეთოთ, ჩავრეცხოთ. აი ეს მიდგომა რო აქვს იმ სექტორს, რომელიც დღე და ღამე სემინარებში ატარებს და ადამიანის უფლებებზე საუბრობს და ამით მაქვს თავი, რომ PowerPoint-ზე გაუშვებს და იქ მიანიშნებს, რომ ადამიანის უფლებებში რამდენი პუნქტია და რამდენი ქვეპუნქტი არის. აი, რამდენად ფასადური არის ზოგიერთი უფლებადამცველების და ამ, ასე ვთქვათ, ლამაზი სიტყვებით მოსაუბრი ადამიანების შინაარსი რამდენად ფასადური არის მათი განწყობა და შინაარსი რამდენად ცდება ამ ფასადს. ასე რომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ, ამიტომ მოუწოდებ უპირველეს ყოვლისა ყველა პარტიას გაემიჯოს ამ რიტორიკას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სხვა შორის არც ერთ იცით, რომ ახლად არჩეული სახალხო დამცველი იმყოფებოდა იქ მიტინგზე და მის მიმართ იყო აგრესია და დღემდე ამდენი დღე გავიდა, არც ერთი ხას უსვა, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამოეხმაურა ამ ფაქტს, თავდასხმა სახალხო დამცველზე და არ დაგმო. სამწუხაროდ არც ერთი დიპლომატიური მისია არ გამოეხმაურა ამ ფაქტს და არ დაგმო ეს ფაქტი, აგრესია და თავდასხმა სახალხო დამცველზე. მე იმედი მაქვს, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე დიპლომატიური მისიები, რომლებიც სხვა დროს აქტიურები არიან ხოლმე საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე კომენტირებით, გამოეხმაურებიან და დაგმობენ ამ ფაქტს, იმიტომ რომ ჩვენ სახალხო დამცველზე თავდასხმა ვნახეთ ერთხელ, როდესაც სოზარ სუბარს დაესხა მაშინ ხელისუფლება და ვნახეთ ახლა, როდესაც ლევან იოსელიანს დაესხა ყოფილი ხელისუფლების მიერ მათ შორის მართული აქციის წარმომადგენლები.